იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობს. 19 სერია. მანე პასპორტი თუ შეიძლება. მომბობდი ღამის ცხოვრება შეჩვეული ვარო. შენს თავში შეხედე რას გავხარ. იმიტომ რომ დილას მეძინა. დუიგო. ახლა სასტუმროში ვართ. არი ნერვიულო უცებ გამოგაფხიზლებ. ახლა საუზმესი მერე მოვალთ. დუიგო. მოგვიანებით დაგირეკავ. ბატონო ჰაკან, ნომერში ავალ, კარგი? მალე დავბრუნდები. კარგი. თუ გინდა გარეთ ვისაუზმოთ. გამარჯობა. შეგიძლიათ ტაქსი გამოიძახოთ. რა თქმა უნდა. მეგობარო, ტაქსი გამოაგზავნეთ. ეს შენი ახლო მეგობარი არ არის? მიდი, შენ წადი. ოზან თვალებიდან ცეცხლს აფქვევ. რამეს სისულელი არ ჩაიდინო, კარგი? შენი გზა გაეგზელე, მელისა, არაფერია. კარგი. კარგი ჯანა, რო სამორჩები შემატყობინე. ასეთი თვალებით რომ მეყურებ. ყველაფერი შენ გააგუჭე და ახლა უფლება არ მაქვს ასე განკიცხვით მიყურო, გაიგე? ხდები მაინც რას ამბავ? უგან მომბეზრდა შენი გამოხდომები. ეს ჯობს საკუთარი თავი თვითონ გაკისვა. შენ ჩემი უფროსი არ ხარ, ამიტომ ჯგუას რომ მასწავლე. გაიგეცი და ეს ამბავი უმოც მიურბენინე. კარგია, ჩემს ჯგუფს უკან სალაპარაკო ახალი ამბავი გაქვთ. ბედნიერი ხარ ახლა? მომისმინე? შენი იდიოტური საქციელებისთვის პასუხს მე მომთხავ. გასაგებია? უკვე ხედავ რამდენად იმსახურები იმ გოგოს. რომ ცოდნო და ასეთი აფასიან ურთიერთობაში გაცვლედი. რომ ცოდნო და რა? ჰაკან, რა სიზამდი? რა სიზამდი? უკან არ დაიხევდი არა? მის ხელში ჩასაგდება ჩანს არ გაუშვებდი არა? პრინციპში ასე არ იქცევი? მითხარი, რა სიზამდი? რა სიზამდი? მითხარი. მართალია, უკან არ დავიხევდი. უმოთის ბაკალებს არ გავს. ის ქალი არ არის, რომელსაც პირველი ჭუბის მერე სასტუმროში სხვა ქალთან უნდა უღალატო. გასაგებია? ოჩახ. უმოთი კარგად გწოდნია, ოჩახ. გეტყობა რომ სულ ყურადღების ცენტრში გავს. გინდა რაღაც გითხრა? ეს ყველაფერი მე კი არა, უმოთს უნდა უთხრა. მასაც გაუხარდება. თქვენ უკვე ერთმანეთისგან დასამალი არაფერი გაქვთ. ერთად ჭამთ, სვამთ, ერთად გეგმავთ ყველაფერს. ასე არ არის? მიდი, ყველაფერი მას უთხარი. ოზან თავს მეტად უნდა იმცირებ. მე ახლა თქვენ გეხმარებით. ოზანია. მე რა უპასუხე? მიდი, ალბათ მეხდა თავის დანაშაულს და ამიტომ რეკავს. მიდი, რას ელოდები უმათ? ოზან? ჩვენს ერთ მეგობარს შენთვის რაღაცის თქმა უნდა. მე მხოლოდ ჯენტლმენობა გამოვიჩინე. მას მოусმინე. უთხარი. ოზან, რა ხდება? უმოთ, ჰაკანი ვარ. ბატონო ჰაკან. ბატონო ჰაკან, ვერაფერი გავიგე. სანერვიულო არაფერია. ოზანი როგორც ყოველთვის ისტერიკაშია. ჩათვალე რომ არც დაურეკავს. მერე ვილაპარაკოთ. ერთი წუთი ბატონო ჰაკან. ახლა ვერ დაგელაპარაკები უმოთ. ნახვამდის. ღმერთო ჩემო. ვერაფერი გავიგე. შენ სწორედ ასეთი ხარ. მეგობრის უკან საქმეებს ხლართავ და ღალატობ. მაგრამ როცა რაღაცის პირდაპირ თქმა საჭირო, უკან იხევ. ვითომ რატომ ჰაკან?
რატომ მეგობარო? ოზან იცი დღემდე შენზე სულ ბრაზობდი, მაგრამ ახლა ვხედავ რომ მხოლოდ სივრალოს იმსახურებ. იცი მართლა მეწოდები. რადგან ვერც კი ხვდები რომ საყვარელი ქალი შენი შეცდომების გამო დაკარგე. დარწმუნებული ვარ ორ დღეში მოხვალ და შემევედრები, ძმაო, გთხოვ. სასტუმროში რომ ნახე ამის შესახებ ომოც არ უთხრაო. დარწმუნებული ვარ. გესმის ოზან? მომისმენი ჰაკან. ოზან. გელოდები არ მოდიხარ? შენი ახალი შეყვარებული გეძახის. გაიქეცი, ნუ ალოდინებ. ალი, ასე ადრე რატომ გაგვაღვიძე? მე გაგაღვიძეთ, მოსამ მეტრა გაგაღვიძეო. რა იყო? რა მოხდა? დამნაშავეები არიან და ვერც ლაპარაკობენ. ოთახიდანაც არ გამოდიან. დამნაშავეებს ისევ ჩვენ ვიწოდებ, ძმაო. მისმინე. შენ საერთოდ ხმას ნუიღებ. იმ კლიპს რა უქენით? და შალეთ? წავშალეთ. თითქოს სხვა გზა გქონდა. რა უნდა გვექნა, წავშალეთ. იალდა. მომისმინე? რა ხდება ამ დილაუთენია? რა გაყვირებთ? რა შეესაქმე? ჰალე, რა ხდება შულა? მივდივარ დედაზე ლეჰა. სად მიდიხარ შულა? ან წასვლა რატომ გადაწყვეტე? ზელეჰა, ნუ ჩაეძიები. თავისი საქმე თვითონ იცის. დედა გავალთ, გვაგვიანდება. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. რამე დაგიშავე ჩვილო? ასე მოულოდნელად რატომ მიდიხარ? ვერაფერი გავიგე. როცა მოგინდება შეგიძლია მაშინ მოხვიდე. ასე არ შეიძლება დაუჰალე. შეიძლება. თან ძალიან კარგად შეიძლება. ნახვამდის. შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. მაპატიეთ. რა იყო? გოგოება, შეა. ჰალე არ დაგავიწყდა შვილო, მე დედა შენიც ვარ. კარგად დაუჰალე. ნახვამდის. კარგი, წავედით. გინდა გამოგართვა? ჰალე. ჰალე, მე აქვე დაგელოდები. მამამ ასეთი უაზრო ლაპარაკი იცის. სერიოზულად არ უნდა მიგევა. თქვენთან არ გადმოსახლებულ ვარ, მოსა. იმაზე დიდხანს დავრჩე, ვიდრე გეგმავდი. სტუმარი ორ დღეზე მეტხანს არ უნდა დარჩეს. ასე ნუ ამბობ. მწყინს. შენ ამ სახლში სტუმარი არ ხარ. უმოთისთვის ხომ დასავლით ხარ. მამა ჩემი კი ასეთია. რა ვქნა, ვერ გავაგდებ. ვერც ვერაფერს ვუზამ, თორემ სხვა რომ იყოს. კარგი, ბოდიშს ნუ მიხდი. შენის გააკეთე, რაც უნდა გაგეკეთებინა. პირიქით, თავი რომ შეიკავე, ამისთვის ჩემგან შექებასაც იმსახურებ. მეც იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. სულ ეს არის. შეიძლება შენ სანახავად მოვიდე ხოლმე. არ გწვენია ამას რომ მეკითხები. ჩვენ ხომ დავმეგობრდით. დავმეგობრდით? ო, დავმეგობრდით არა?
კარგი, მაშინ დაგირეკავ. ნახვამდის. ნახვამდის. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. დაგირეკავ. დაჯექი და ადამიანურად ჭამე. მოგვიანდება. გემრიელად მირთვით. ვითომ რატომ არ უნდა შეგვერგოს ვაშკაცო? არა, ეს როგორ შეიძლება? ქვეყანა თავზე რომ დაგვენგრეს, შენ მაინც არაფერზე იდარდო და მადა არ დაგეკარგება. თავი დამალებით. ამ დილაუთენიან ერუს მომიშლეთ. რომერთო ჩემო. გოგოს არავინ არ ყავს. ამ ზამთარში ქუჩაში გააგდე. სირცხვილია, მამა. სირცხვილი. სამზარეულოში გადით. მიდით. შენს მშვენივრად იცი ეს რატომაც გავაკეთე. სანამ შენს დებს ეტყოდი რამეს, ჯერ საკუთარ საქციელზე უნდა დაფიქრებულიყავი. თუ არავინ ყავს, შენს შესაბამისად მოქცეულიყავი. იმის უფლებას აღარ დამეტოვოთ, რომ გოგონებს აყვედური უთხრა. მე მარტო თქვენი მამა ვარ. ასია. შენ მამა ხარ. მამა ხარ. დედა ზელიხა. გოგოებს ვუთხარი რომ ტაიფურის ოჯახი დღეს იელდას ხელის სათხოვნელად მოდის. შესაფერისად მოემზადონ. უმოთ. ხო, გადაღება გაქვს. ხო. რა ხო? ამას ამდე ხელსელოდი. მეგონა რომ სიხარულისგან იფრენდი. ეს უემოციო ხო რა არის? იცოდე? იმედი არ გამიცრუო. კარგი ხალე, კარგი. ყველა სიტუაციაში ხუმრობა როგორ შეგიძლია? თუ არ ვეხუმრე, აბა რა გავაკეთო, პრინცესა? ყოველ დღე ახალი პრობლემა იჩენს თავს. ყველაფერზე სერიოზულად რომ ვიფიქრო, ძალიან გამიჭირდება. შენ ისე ლოზანზე ფიქრობ, არა? მე აქ ლომისაა ცეკვა დავიწყო, რომ გაგამხიარულო, შენ კიდევ სულ სხვაგან ხარ. ჩემი შრომა დააფასე. ხალე, ასე არ შეიძლება. წავალ და დაველაპარაკები. პასუხს მოვთხოვ. მინდა გავიგო რა პრობლემა აქვს. თორემ ამ მდგომარეობაში სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. Yoksa var ya bu haldeyken hiçbir şeye konsantre olamıyorum ya. კარგი, ასე თუ გინდა, ასე მოიქეცი. თავგადასავალი იწყება. ბატონო ოზან, თქვენს ოთახში სტუმარია. ვინ არის? არ ვიცი, თქვა მეგობარი ვარო. გამზე სახელი არ გითხრა? გარი დახურა, ბატონო ოზან. რა ხდება, ბატონო ოზან? ახის ვადაზე ადრე გადასახდელად მორბოდი და სირბილში გულეგი ჩქარდა. პულის დაბრუნების დრო მოვიდა.
მე თქვენ SMS-ი მოგწერეთ. პრობლემა შემექმნა და რამდენიმე დღე მჭირდება მეთქი. ასეთი საქმე SMS-ებით გვარდება. ყოველად გაფრთხილებდი. ახლა თავის დროზე უნდა გადაიხადო მეთქი არა? მოდი ახლა აქედან მშვიდად გავიდეთ. ფულის გატანის დროს როგორც მშვიდათაც ვისაუბრეთ, ეს საქმეც ასევე მშვიდად მოვაგვაროთ. Dışarıda da efendi hallederim bu işi. გამზე ქალბატონ მელის უთხარი. ნუ და მეგოდება. მე გავდივარ, კარგი? ოზან. მამა. ბატონი ნამიგი. როგორ გაგიხსენეთ? ბატონი ნამიგი მაღაზიის მოძებნაში გვეხმარება. ერთი ორი ადგილის შესახებ მითხრა. ახლა ერთად წავალთ და ვნახავთ. კარგი, წარმატებები. და სიამოვნოა, ჩემთვისაც. წარმატებები. ნახვამდის. აბა ბიჭებო, ამ ნიმუშებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. Zahmet buyurma. არ არის საჭირო, მანქანა მყავს. ნუ გაჯიუტდები ზედმეტი ხმაური არ გვინდა. Ettirme bana. ოზან. უმოთ, იცოდე არაფერი მიქარო, თორემ ორივესთვის ცუდი იქნება. ოზან მოიცადე. აქ რა გინდა? სალაპარაკო არაფერი გვაქვს უმოთ. მე საქმეზე მივდივარ, თქო წადიქ, თქო. სანამ არ ამეხსნი ამ დილით რატომ დამირეკე არსად არ წავალ. არ გესმის რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, წადი აქედან, წადი. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, წადი მეთქი. ასეთი რა დაგიშავე რომ ასე მეკცევი ოზან. რა დაგიშავე? ერთ დღეს მიხვდები რომ შეცდომას უშვებ. მაგრამ როცა ამას გააცნობიერებ, ჩემთან აღარ მოხვიდე. მერტო. საწავიდა. სად არის ილდა, შენ ხომ არ აიღე? ილდა. მეორე საყურეს ვერ პოულობს, სად არის? შენ მხოლოდ საყურე გადარდებსა და მე რაზე ვდარდობ, შენ კიდევ რაზე? მეც ვდარდობ, ხომ იცი? შენ თუ ცუდ დღეში ხარ, კარგი დღე არც მე მელოდება. გასაგებია. ანუ გეშინია შენ ჯერი არ დადგეს და ამიტომ ნერვიულობ, არა? არ შეწუხდე. ახლა ეს თქვი? შენ თუ წახვალ ამ სახლში, მე რა უნდა გავაკეთო? დილიდან განერვიულებული ხარ. არაც არ უნდა თქვა, ყველაფერზე ფეთქდები. საღამოს ტაიფური მოვაო და არ გესმის? და მეც იძულებული ვარ დავთანხმდე. მითხარი როგორ უნდა ვიყო? ნუ გეშინია მარტო არ დაგტოვებ. რამეს მოვიფიქრებთ? შეეცადე დამშვიდე, კარგი? დამშვიდი, თორემ მეც მიჭერს ფიქრი. დამშვიდი. წამოდი გარეთ გავიდეთ. სუფთა ხერი ორივეს მოგვიხდება. წამოდი. მამა, საყინლებზე გავალთ. კარგი. საღამოსთვის რაღაცებს ვიყიდით. კარგი, წადით.
თუ რამე სარგებელს ხედავ, ისევ შენგან. წადი. იარა ბიჭო. მისმენთ ბატონო ნამიკ. გეპიცებით მართლა გეუბნებით ისეთი პრობლემა შემექმნა რომ არ ველოდი. დაგვიანებისთვის პროცენტი რამდენიც იქნება? ესე იგი ახლა ბატონის გავხდი არა? პულს რომ გაძლევდი არ გითხარი ბანკის ფილიალი არა ვარ მეთქი. ბეძადე. შენ კი უფრო და უფრო მეც ითხოვდი. მამა შენს დაურეკე და უთხარი გადაგერჩინოს. მამა ჩემს მოჩერებთ. მოსულეს დღედანვე ყოყლოჩინობს. უკვე ხელები მეკავება. შენ იმაზე მეტი გავაკეთეთ ვიდრე შეგვეძლო. შენ როგორ იქცევი? რატომ თავხედო? რატომ ბიჭო? მითხარი რატომ? თავხედობა რა შუაშია? გეუბნებით ნება მომეცით ყველაფერი მოვაგორო მეთქი. მაშინ შენს მოგვიცინება რომ დაგვიანების შემთხვევაში ჩვენი წესები გაგაცნოთ. აქ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი შენ ხარ. შენი გმირი ცუდი ადამიანი არ არის. მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემების გამო გულგატეხილია. ქალბატონო დოიგო, შეიძლება 2 წუთი გავიდე? შენი გმირი დროთა განმავლობაში ძლიერდება და დროთა განმავლობაში თავის პრობლემებში ჯაჰით ადანაშაულებს. მუსამ შვიდობა არ ხდება. რამდენჯერმე დაგირეკე ტელეფონს რატომ არ პასუხობ? იმიტომ რომ შეკრებაზე ვარ. ახლაც არ შეიძლებოდა გამოსვლა. რა ხდება მითხარი? ალეზე ვფიქრობ. მარგუგუს თავისი ჩრდილისაც გეშინია. სად არის? საიმედო ადგილას არის? რას შრება? მითხარი. ამისთვის მოხვედი? მუსა უნდა შევიდე. შენ კიდევ ნუ ნერვიულობ. საიმედო ადგილი რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდა. რა ვიცი. ეს რომ წახვიდე და ნახო, როგორ არის? შვიდად არის? მიდი რა. ძალიან ათხოვ. ახლა კი მეორეს მივხედოთ. პირველივე დღეს როგორ მივიდე მუსა? არი ნერვიულო. ფიგის სალონიდან ვიცნობ, კარგი გოგოა, მასზე ცუდი არავის არაფერი უთქვამს. მუსა პროდიუსერი უკვე გაბრაზებული იყურება, უნდა წავიდე. კარგი, წადი. და გისმენთ. ოზანი? ძმაო, რა გააკეთე? ოზანი კარგად არის? მოდი და ნახე თავად, კარგად არის თუ არა. კარგი, ახლა მოვდივარ, კარგი. მუსა, ოზანს რა დაემართა? შენ შიგნით რატომ არ შეხვედი? სიმართლე მითხარი, გთხოვ, ოზანს რა დაემართა? ან შენ რა შუაში ხარ? არა, არაფერი. მიდი შედი. მე უნდა გავიქცე, მიდი. შედი. მაპატიეთ, ხელი შეგიშალეთ. არა, რას ამბობ, ხელი არ შეგიშლია. შენს მეგობრებთან საქმის განხილვას მოვჭით. ახლა უკვე შენი ჯერია. აბა, გავაგრძელოთ? დიახ, რა თქმა უნდა. ქარხნული ნაწარმია.
ამაში 750-ის მოცემა შემიძლია. ისიც შენი ხათრით. ნუ მაბრეყებ ნეჯათ, ცოტა კიდევ დაამატე. დეფიცები მეტი არ ღირსაფერ. ერთი დღე შეინახე. იცოდე პირობა არ დაარღვია. ამას როგორ ამბობ ძმაო, პირობა როდის დამერღვევია, მაგრამ ერთი თვის შემდეგ გავყიდი. ერთი თვე არ დამჭირდება. მიდი, ფული დათვალე, მიდი. იმებეთ. 100, 200, 300, 400, 500, 600, 700 და 750. დავიდი, შეხვედრამდე. მადლობა. ელკი როგორ ხარ? შენი სახლის მესამარს მეტყვი? მადლობა ღმერთს რომ მოვაგვარე. მოვაგვარე. შემოგივლი შენთან საუბარი მინდა. კარგი, შევხვდებით. გაიხარე. ოზან ბიჭო. გითხარი მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება მეთქი. თურმე თეორია პრაქტიკისგან ძალიან განსხვავდება. კიდევ ხუმრობა რა? ადგომას შეძლებ? მოიცადე. თითები დამამტრუიას. არ ვიცი რამდენი თითი მოხს მოტეხილი. მაგ თითებს მე მიხედავ. წავიდეთ და იქ იმსვაჩვენოთ. საბადმყოფო არა. პოლიცია არ ჩარიო. არ ინერვიულო. ვიცი რომ პოლიცია არ უნდა გავრიო ამ საქმეში. ბიჭო. რა მოხდა თავში ჩაგარტყეს, ასეთი რაკენი ამ დღეში რო ჩაგაგდეს. ადექი წამოდი, დავიდეთ. მოსახედავ როგორია ცხოვრება. ერთხელ შენი წყალობით მოხვდი საბადმყოფოში. ახლა საშუალოდ მოხვდი. მოიცადე. 1, 2 და 3. დავიდეთ. ფრთხილად. როგორც ხედავ, ბევრი საქმე გაქვს. ჩემს მეგობრებს უნდა ვუმადლოდე. შენ და ჰაკანი ძალიან დამეხმარეთ. მითხარი როგორ ხართ? საქმეში ისე გავერთე, ვერც კი გკითხე. თქვენი ურთიერთობის შესახებ ყოველთვის თქმას ხომ აპირებდით, მაგრამ არაფერი გითქვამთ. საყვარელო, რკინა იქამდე უნდა გამოჭედო, სანამ ცხელია. ჰაკანი შენთან თავისი ფეხით მოვიდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ეს უკვე ყველას ეცოდინებოდა. მაგრამ ხომ გახსოვს, ადრე მხოლოდ შენ გითხარი და ამას რაც მოყვა. საყვარელო, აუცილებელი არ არის გაიგოს, რომ შენ გაამხილე. ჟურნალები და გაზეთები შენს ხელშია, ტელევიზიაც. ერთ დღეს რესტორანში წახვათ. იქ კი უცებ პაპარაცი გაჩნდება. შენ კი ისე დაიჭერ თავს, ვითომ არაფერი იცოდი. არ ვიცი. ამას რომ მიხვდეს წარმოგიდგენია? არა, არ გამოვა. ერთხელ მაინც დაივიწყე წესების საყვარელო. კაცს თავისუფლება არ უნდა მისცე. მით უმეტეს ჰაკანს. ჰაკანი უცოლოა. ჯობს ყველა დროზე გაიგოს, რომ მას პატრონი ყავს. არა, სუდე. არა, თავგზას ნომირევ. მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევ ძვირფასო. დანარჩენი თავად იცი. კარგად. ჯენგიზ. რაღაცას გეტყვი. ოღონდ არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ჩემგან იცი. შენი გამოგზავნილი ჟურნალისტიც დიდი სიფრთხილით უნდა მოიქცეს. დიდი მადლობა. ჰაკანი ისედაც აპირებდა ამის თქმას, მაგრამ მე ცოტა სულსწრაფი ვარ. კარგი ძვირფასო. საღამოს ფილიქაბალიქში ვიქნებით. ნახვამდის.
გამარჯობა. გამარჯობა. რა ქენით? ჯეისონზე მეკითხები? რეჟისორი გავაცანი. ცოტა ხან შეკრებასაც დაესწრო. ახლა ზემოთაა კონფერენციაზე სიტყვით გამოდის. სანამ ჯიხანი კრებაზეა, ის თავის საქმეებს აგვარებს. კარგი. ეს რეპეტიციები ცოტა გაჯიანურდა. შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა. უბრალოდ საუბრობენ. მართლა? და რა ქენი? საღამო დაგეგმე? ვიფიქრე? ცოტა დროს მეც დამით მომდი საღამოს. ჯეისონი დაღლილია და სვენება უნდა. მე კი ჩვენთვის ფილიკა ბალაკში ადგილი დავჯავშნე. დუეგო. კარგი ჯეისონს ვალ მივხედავთ. მაგრამ ფილიკა ბალაკში ძალიან ბევრი ჟურნალისტია. მომიცი ასეთი რამეები არ მიყვარს. ხალხი იქ საჭმელად კი არა თავის გამოსაჩენად მიდის. საყვარელო. შუა კვირაში ჟურნალისტები არ იქნებიან. თანაც იქ ძალიან გემრიელი თევზი აქვთ. არა. თან მე თევზი არ მინდა. მოდი სხვა ადგილში ერჩიე. კარგი. მაშინ სხვაგან დავჯავშნი. ჯან როგორ ხარ? დღეს ტელევიზიაში მივიდივარ. მისმენე ეგ საქმე სხვა დროს რომ გავაკეთოთ. კარგი. ჯენგიზ ვერბასო. იმის სათქმელად გირეკავ, რომ რესტორანი შეიცვალა. ყავა მაინც დაგელია. რადგან საქმე აქამდე მივიდა, ხომ არ სჯობს მამაშენს დაელაპარაკო. ამათი გადამტერება კარგს არაფერს მოგიტანს. არა. ისე გეუბნები ბიჭო ისე. აბა რა ვიცი, სხვა რა უნდა ვქნა. შენი და უმუთი საქმეებში არ ვერევი და მამაშენის საქმეებში როგორ ჩავერიო? მუსა, არ ვიცი უმუთმა რა გითხრა, მაგრამ კარგი, ხლა ამ თემაზე არ გვინდა. ვიცი, რაღაცები მითხრა. კარგი. სანამ მდგომარეობიდან არ გამოხვალ ამაზე, ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ. ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავი, შენც იგივეს გააკეთებდი. დამიჯერე. ახლა ნუ გადამრევ. ნუ გადამრევ. უმოც ცოტა ხნის წინ არაფერი ვთქვი, რადგან ასეთ პროექტში პირველად მონაწილეობ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ კიდევ განმეორდება, გავჩვენდები. კრების მსვლელობისას რაც არ უნდა მოხდეს, გარეთ არ უნდა გახვიდე. სხვანაირად შედეგს ვერ მივახცეთ. ტელეფონს უნდა ვუპასუხო, საქმე მაქვს. მსგავსი რაღაცები მხოლოდ სამეგობროში. აქ ასეთი რამ არ შეიძლება. დიახ, მართალი ხართ. მაგრამ ქალბატონი დუიგუსგან ავიღენებ რთვა. მოდი ამ წუთიდან შევთანხმდეთ. შენ ჩემს გუნდში ხარ. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ხისგან აღებული ნებართვა ჩემთან არ ჭრის. მხოლოდ მე და შენ. და სხვა არავინ. მე და შენ. მაპატიეთ. მუსა. გისმენ. სიმართლე მითხარი, ოზანს რა დაემართა? მუსა, რამე მითხარი? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ყველაფერს ვეტყოდით? არა, არაფერი არ ხდება. ვიღაცისგან ვალე აუღია, მე არ გადაუხდია და ცოტა ეჩხუბნენ. მაგრამ ისეთი არაფერია. ახლა ჩემთან არის. შენ არი ნერვიულო. ვისგან აიღო ვალი? მე ვახშეებისგან? სალეხ.
დაკარგულო. როგორც იქნა გამოჩნდი. მოდი, შემოგვიერთდი, მოდი. აბა ვნახოთ დღეს ბედების გაუღიმებს. ყველაფრისთვის მადლობა, მუსა. ამ საქმიდან გამოძვერი და უმოთზე მერე ვილაპარაკოთ. არა, სალაპარაკო არაფერია. ოზან. მოთმინებას ნუ დამაკარგინებ, მეგობარო. მოდი, შენს მომთხოვე პასუხი, მოდი. არავის მიმცემ უფლებას იდიოტად ჩამთავას. მეგობარო, კარგი, ახლა ნუ აზვიადებ. მერე ვილაპარაკოთ მეთქი. კარგი, წადი ახლა, მიდი. ოზან. ოზან. ოზან, რა დაგემართა? შენ ვინ? მუსამ დაგიდეკა? მოიცადე. დილით ის კაცი? ის კაცი შენს წაყვანას ცდილობდა. შენ ამიტომ გინდოდა რომ იქიდან წავსულიყავი. ეს ჩემს დასაცავად გააკეთე, არა? მითხარი, მე ვახშესგან ფული რატომ აიღე? საერთოდ რას აკეთებ, რატომ იქცევი ასე? მე მომაგვარებ. ვალი რამდენი გაქვს? რას იზამ? შენს უფროსს ხო? ოზან. შენი უფროსის გარეშეც მომხედავ თავს. კარგად იყავი. ვალი რამდენი აქვს? რას იზამ? ო, რას იზამ? არ ვიცი. სუდეს თქო, ან რამეს ვიზამ. ამდენ ფულს მოგცემს, ამ თქვათ გამოართვი. როგორ უნდა დაუბრუნო? აბა რა ვქნა, უფლება მოიცე მოკლან? ხედავ რომ დააგვიანა, ამის გამო რა დღეში ჩაუგდიეთ. თანაც ჩემს გამო არ აიღო ვალი. არ ვიცი, როგორმე უნდა ვიშოვო. აბა რა ვქნა? სუდეს ვეტყვი და მერე ხელფასიდან გადავუხდი. ოღონდ შენ მითხარი, ვალი რამდენი აქვს? მითხარი. თქვენ როგორი ხალხი ხართ? დაშორდი და მაინც მასზე ვფიქრობ. მაშინ რაღაც დაუბრუნე ეს ბეჭედი, მითხარი. რატომ და მე ხალისებოდა? არ მეტყვი? 30,000. როდის უნდა გადაიხადოს? ხვალ. კარგი. აბა მეგობრებო, სანამ ბედი მიმოხტლებს ჯობს, შემიძლია ავიღო და წავიდე. მოიცადე, ჯერ ახლა ხურდებით. შენ გახურება გააგრძელე ძვირფასო. როცა გახურდები, მე მოვალ. აბა წარმატებები. საჯანდებაშია. დავდებ და ვეღარ პოულობ. სელდა, სათხარ. რა მოხდა? ელსაბამი სად არის? ილდა ისე ყვირი თითქოს კლავდნენ. რა ყელსაბამი? დედას ყელსაბამი. გავიკეთებ და ცოტა ძალას მომცემს. გამატარი აქ იყო. არა და აქ ჩავდე. ილდა, რა მოხდა შულო, რატომ ყვიროდი? დედა ჩემის ყელსაბამს ვერ პოულობთ, ხომ არ გინახავს?
არა შვილო, მე არც მინახავს. ალბათ თქვენ შეუცვალეთ ადგილი. მოვიდნენ. წამოდით, მერე მოძებნეთ. არ დააგვიანოთ. Ay bak görüyor musun? ხომ ხედავ დედამაც იგრძნო. იმ დღეს გაწყდა, დღეს კი დაიკარგა. ღმერთო ბედი კარგს არაფერს მიმზადებს. ღმერთო. რამდენი ხანია სასაფლაოზეც არ წავსულვართ და არც ლოცვები წაგვიკითხავს. ამ კვირაში ხომ არ წავიდეთ? ნეტავ დედას ამის მინიშნება ხომ არ უნდოდა? ღმერთო ჩემო ადაგისელ და წამოდი. $30,000 ლირა ასე სასწრაფოდ რაში დაგჭირდა უმოთ. შენ თვითონ არ ამბობდი არამინცის ეს სერიალი გაამართლებს თუ არაო. მომისმინე, ჩვენ საქმეში ყურადღებით თუ არ იქნები, გლების საჯიჯგნი გახდები, გესმის? რამე რომ შეგეშალოს, მერე მთელი ქვეყანა ამაზე ილაპარაკებს. ქალბატონო სუდე ოზანს მევახშეებისგან ვალი აუღია. ფული დროზე ვერ დააბრუნა და ამიტომ 3 საათით გაიტაცეს. ხო თუ არ გადაიხდის? ღმერთო ჩემო. ის ბიჭი ხომ მდიდარი ოჯახიდან არის. ო, მაგრამ ახლა ოჯახთან პრობლემები აქვს. რომეშოვა თავის დროზე გადაიხდიდა. ამეხსენი კაცისთვის, რომელმაც გული გატკინა, ფული რატომ უნდა გადავიხადოთ? ამას არც ერთი კაცი არ იმსახურებს. წავიდეს და თავის საქმეს თვითონ მეხედოს. ქალბატონო სუდე, ოზანს უნდა დავეხმარო. არ მინდა მისი ცოცხლის საფრთხე შეექმნას. პირდაპირ ბანკიდან კრედიტს გამოვიტან და ფულს დაგიბრუნებთ. უბრალოდ კრედიტის ამბავს ერთ დღეში ვერ მოვაგვარებ. ფული კი ხვალისთვის მჭირდება. მხოლოდ ერთი კვირით. გთხოვთ. მერე უკვე ბანკიდან გამოვიტან და ის ჩემი პრობლემა იქნება. გთხოვთ. არ ვიცი შევნა შევძლებ თუ არა. ამდენი ფული არ მიდევს. ბერილი გადმოგირეკავს. კარგი, დიდი მადლობა. Yok bir şey. რა ხდება, მოვიდნენ? Oldu geldiler mi? Hadi. მაშინ წავიდეთ. Vereceksiniz ama değil mi ფულს parayı? მისცემთ არა? Biraz ცოტა sürdüreyim de სვაწვალებ. patronun kim olduğunu გაიხსენოს ვინ არის მისი უფროსი. Hayır, yarın öbür არა gün თუ bu ის მოხდება, düşündüğümüz რასაც yere მე falan ვფიქრობ, gelecek არც ისე olursa კარგი çok იქნება. fena ასე არ olacak შეიძლება. yani işle. Nazlı'yla ნაზლის konuştum bugün. ველაპარაკე დღეს. Mete Bey ბატონი yarın მეთე sekte ხვალ olacakmış. გადაღებაზე იქნება. Aman zaten hiç ისედაც სულ ayrılmak გადაღებებზია. istesem, ödü kopuyor, ეშინია რომ halkın ხაკანი მხოლოდ tümden ჩემთან bana იმუშავებს. kaptıracak diye. Ne oldu? რა ხდება? Hiçbir haber çıktı რამე mı? ინფორმაცია ხომ არ Kadik'le გამოქვეყნებულა. ayrıldıklarıyla ilgili. მეთე დაშორდა იმ კახბას. Pek seviyor da მაგას yani ძალიან böyle უყვარს şeyleri ასეთი basına ამბების maalesef პრესაში haber გავრცელება. vermeyi. დღეს გადავხედე, მაგრამ არაფერია. Haber göremedim. Ama kızın ისე ვიცი რომ ის arkadaşıyla გოგო kaldığını თავის biliyorum. მეგობართან გადავიდა. Sen de hiç ბერილ söylemiyorsun თმა yani რას biri. მიგავს? Hep aynı şey. შენ კი არაფერს მეუბნები. Yarın yoğun bir ხვალ gün დილის değil 9 mi? საათისთვის სალონში ჩამწერე. ჩამწერე და დასაცმელიც იქ მომიტანე. Al al. Şu kurt Me temizleme gaviketsi. işten de güzel Erga kulak deqavi. oraya getirirsin. Tamam mı? Hadi ben kaçtım. Bay bay. Mete için მეთესთვის ვიბრანჭებიო ხომ არ იტყვის? Ozan. ოზან, Ozan. ოზან, Hello. სიურპრიზი. რა დაგემართა? Tamam. კარგი, მოგიყვები. Sen buraya ამ nasıl დღეში ვინ ჩაგაგდო? Kartım ben. ისეთი არაფერია, წავიქეცი. Nasıl geçti gün? Sen beni bırak. Sen კარგი anlat, გეყოფა ne oldu? მორჩი. მითხარი რა მოხდა? სხვა, როგორ ხართ? Çok şükür. მადლობა, კარგად. კარგად. Şekerpare ბილეული გემრიელი იყო. მომეწონა. შენ გააკეთე იელდაშვილო. არა,
დედა ზელიხამ გააკეთა. მე მაგ საქმის ბევრი არაფერი გამეგება. სამზარეულოში ტრიალი არ მეხერხება. ქალბატონო ზელიხა გოგონებს სამზარეულოს არ აკარებ? არა, ამბობ ძვირფასო. მე მუშაობ, სადილებს უმეტესად ისინი ამზადებენ. მაგრამ გემრიალა და არაფერი გამომდის. ზოგიერთს ხომ კარგი ხელი აქვს. მე კი რაც არ უნდა გავაკეთო, არ გამომდის. რას ვიზამთ? არა. ილდა უბრალოდ თავდაბალი გოგოა. ძალიან მორწყვი და ჩუმი გოგონაა. ასეთ დროში გოგონა სახლზე და ძალიან რთულია. დედა მამას უთხარი საქმეზე გადავიდეს. ჩემი ბიჭი ძალიან სულსწრაფია. ბატონო ნიზამეთან ყავა უკვე დავლიეთ და გელოდებით. დიახ. მაპატიეთ ცოტა აღელებული ვარ და მთავარ საკითხზე ვერ გადავიდით. ჩვენი სტუმრობის მიზეზი ყველასთვის ცხადია. ტაიფუნი კარგი ბიჭია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ვაჟია. მართლა კარგი ბიჭია და ოჯახს კარგად მიხედავს. მამა ძალიან გთხოვნო მარცხან. სამარცხინო რა არის შვილო? ვამაყობთ და ამიტომ ვამბობთ. კარგი, მე მეც აღარ ველაპარაკებ. მოკლედ ტაიფური ძალიან კარგი ბიჭია. თისა და წინასწარმეტყველის ნებით ჩვენი შვილისთვის თქვენი შვილის ილდას ხელი გვინდა რომ გთხოვოთ. ტაიფურს ჩვენ კარგად ვიცნობთ და გვიყვარს. მაგრამ ჯერ ახალგაზრდები უნდა შეთანხმდნენ. თუ ჩვენი ქალიშვილი თანახმა, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ. და თუ მას არ სურს, ვინც არ უნდა მოვიდეს, უარს ვეთქვით. შვილო, შენ რა სიტყვი? როგორც თქვენ გნებავთ, მამიკო. მაშინ მეც თანახმოვარ. თუ ნებას მოვცემთ, ნიშნობის სამზადის ხვალვე დავიწყებთ. მამა ზაბერა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ილდას ენდომება. ომგითხარით, ჩემი ბიჭი სულსწრაფია. დაიცადე შვილო, ჯერ ხელზე ემთხვია, მერე ვილაპარაკოთ, სად გეჩქარება? ახლა ცოტა ახალბებული და გაოცებული ვარ. ამიტომ საღად ვერ ვაზროვნებ. თუ თანახმა იქნებით, შევეკრიბოთ და ნიშნობისთვის საჭირო დეტალებზეც მშვიდად ვისაუბროთ. რა სიტყვით? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორც გინდა ილდა. აბა, მაშინ გილოცავთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. ხომ ეცეთ გბილეული დიდად არ მეყვარს. მინდა რომ ამ საღამოს ჩემთან დარჩე. შეგიძლია? ხომ იცი, მარიოს გარს ამ ბოლო დროს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ. არ მინდა ჩვენს შესახებს სხვისგან გაიგოს. წავალ და მოვუყვები. სხვა დროს დავშევი. არ გეწყინოს. მე მგონი რიუსგარს გაუხარდება, არა? ნამდვილად. წავიდეთ? რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო. საღამომშვიდობის ბატონო ხაკა. საღამომშვიდობის. ბატონო ხაკა, ბოლო დროს საღამოობით ხშირად გვხვდებით, რა სიტყვით ამ ახალ ამბავზე? რა უნდა ვთქვა? აქ ალბათ შემთხვევით არ მოსულხართ. ვინც ეს ინფორმაცია გავრცელა, ის დაისჯება. საქმიანი ბახშამი გქონდათ? არა. მე და ქალბატონი დუი გვერდად ვართ და სალაპარაკოც არაფერია.
ბატონო ჰაკან, დაჯიქი. Hakan Bey. ბატონო ჰაკან. კარგი მეგობრებო, საკმარისია. ჟურნალისტებმა საიდან გაიგეს? გამეხარდა რომ ჩვენზე უთხარი. მაგრამ მზად თუ არ ეყავი, ჯობდა რომ არაფერი გეთქვა. ვიცი. Yelda. ილდა, Ne var? რა გინდა? Bak მომისმინე. bu Tayfur მას შემდეგ რაც გაიგერემ ტაიფური აქ მოსვლას აპირებდა, ძალიან მოწყენილი ხარ. იახიასთან მე ზუსტად იგივე სიტუაცია მქონდა. Eğer თუ istersen გინდა მოსას დაველაპარაკები. მერთო ჩემო. Sen ne zaman რამდენი ხანია ჩემს ძმასთან ჩემზე ახლო ურთიერთობა გაქვს? მას შემდეგ რაც შენმა მეგობარმა მოსას კლანჭები ჩაავლო, pişman etme მერმა beni. ურად ილაპარაკე, თორემ ვინანებ რომ დახმარება Seni შემოგთავაზე. düşünen de kabahat. ამაზე არც უნდა მეფიქრა. Düşünme. ოდან უფიქრობ. ვინმე მგითხრა იფიქრეო. Hem sen kendi შენს თავს მიხედე. Benim ağzım dilim yok. გონია თქმა მე არ შემიძლია. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ახლა რა ხდება? Annemin kolyesi. დედას ყასაბანს ვერ პოულობთ მამა. მე რას მეკითხები? რამდენი ხანია ვეძებ და არსად არ არის. მე? მამა, Yapma Allah არ aşkına. გინდა. Kolyenin მხოლოდ yerini შენი sen ცოდი ის biliyorsun. ყალსაბამი სადიდო. Onu alıp da მომისმინე, sattıysan- იცოდე თუ ის გაყიდე. სხვანადეს. ეს როგორი ფიქრა? ყელსაბამი ხომ გაგიწყდა? ავიღე და გასაკეთებლად წავიღე. ხომ შეიძლება ქორწილში მოგინდეს იმის გაკეთება? შენ კი რა იფიქრე? როგორ არ აქვს სხვანია? Ay babacığım. მამიკო, Çok affedersin. დიდი ბოდიში. Ay ben მე kolyeye bir მეგონა şey oldu ყელსაბამი sandım. დაიკარგა და ძალიან შემეშინდა. Ne bileyim sinirlerim bozuldu. İnatla polise ჯიუტა gitmem დამბობ რომ gerekiyor. პოლიციაში არ წახვალ არა? ვერ წავა. İyi madem კარგი, ben მაშინ veririm ფულს sana მოგცემ და parayı, yerine ყველაფერს gider halledersin. მოაგვარებ. ახლა ფულით ჩემ უნდა მომცემ. ჩვენიერია მეგობარო. Faiziyle ეჭვი არ alınca შეგეპაროს, süper პროცენტს olsun. გამოგართმევ. Ne o surat? რა ხდება? Borçlanmak için Im seni mevakşayıp tebriklerden sağır jobi bahsedebilir var? miyim yani? ამაზე ვერაფერს ვეტყვი. Konu ასეა. kapanmıştır o მაშინ zaman. ეს თემა Ders დახურულია. ძალიანად შენზე გავხდი დამოკიდებული. მადლობა. იხარია რომ არსებობ. ო, კარგი ამბავი მაქვს. სახლის საქმე მომაგვარე, ხვალ გადავდივარ. ბირდები მეტ პრობლემას აღარ გაგიჩენ. Şikayetim yok. არა, ama არ senin მაწუხებ, rahatına თავარია gerek შენ იყო კომფორტულად. Ben bir duşa კარგი, gireyim, წავალ kendime შხაპს geleyim. მივიღებ. Sen de bize yiyecek რამე bir şeyler შეუკვეთე, söyle, კარგი? olur mu? Hiç çıkacak ახლა havanda გარეთ değilim. გასვლის თავი ნამდვილად არ მაქვს შენ? მე მით უმეტეს. Ben de öyle tahmin მეც ასე ვიფიქრე. Kuzum, შვილო, bak ılık süt თბილი რძე getirdim belki მოგიტანე. daha rahat უფრო olursun მშვიდად diye, ha? დაიძინებ. Uyuyamadığımı საიდან nereden იცი რომ ვერ ვიძინებ? Anneler დედებმა bazı ბევრი şeyleri რამ bilir იციან de და ბევრ görmez. რამეს ხვდებიან. Benim de შენზე senden ყველაფერი haberim ვიცი, yok ya. შვილო. Çekimi sen ხვალ გადაღება yapacaksın. გეწყება. Tasası ოდე benim. მეც ნერვიულობ. Hadi ღმერთმა hayırlısıyla ქნას yarın ყველაფერი her şey კარგად su gibi იყოს. akıp geçsin. Bu heyecan ასეთი yarınki განერვიულებული çekim için მხოლოდ mi ხვალინდელი sadece? გადაღების გამო ხარ? Gel. მოდი შვილო, მოდი. მოდი ჩემო პატარა. Yavrum, ჩემო ძვირფასო. kuzum. Sen her რა şeyi თქმა უნდა შენ benim ყველაფერი უკეთ იცი.
მაგრამ მუსამ ცხოვრებაში პირველად თქვა სიმართლე. ოზანი თავს მოტყუებულად გრძნობს შვილო. Anne o zaman ოდენ onu bir უმაიძულებ და köşeye დედა აღარ შემიძლია. Bu ne ya? მომბეზრდა მისი ეჭვიანობა. ამდენი ხანი საერთოდ ვერ გამიცნო? Bu adam beni hiç მაბატიოს, mi მაგრამ tanımadı? ყოველდღე ჩემს ერთგულებას ვერ Kusura დაუმტკიცებ. bakmasın. Ben ona her gün kendimi ispatlayamam. შვილო, ოზანს ასე იმიტომ ხომ არ უბრაზდები, რომ საკუთარ თავზე ბრაზობ. Ben ona yalan გონია მე არ söylediğimde განვიცდი? Hakan'dan განვიცდი, რომ yardım მოვატყუე და istediğimde დახმარება Hakan ჰაკანს olmadığını თხოვე. sanıyorsun. ჩემო საყვარელო, ჩემო შვილო. როცა როცა ორი ადამიანის გული ერთიანდება, ყველა პრობლემა ადვილად გვერდება. რომ წაწყენინო, რომ გაწყენინოს, რომ გაგიბრაზდეს და შეცდომა დაუშვას. მაინც ბოდიშს მოიხდი და ჯოჯოხეთის სამოთხედ იქცევა. ბოდიშის მოხდა პატიება, ეს ძალიან დიდი რამ არის. უმოდ, ძალიან გაგიმართლა, რომ ყავს ისეთი ადამიანი, რომელმაც გაწყენინა. აბა მეზაფერმა რაც არ უნდა მითხრას, არ მეწყინება. უმოდ, არ მისცე სიამაყეს უფლება, სიყვარულზე გაიმარჯოს. საყვარელო როგორც კი თვალი გავახილე, მაშინვე ეს გაზეთი ვნახე. როგორ გონი არ წავიკითხავდი? ეს საქმე მოგვარებულია. არ მეგონა თუ აღიარებდა. ერთი სული მაქვს სოფისში როდის მივა. ჯერ არ დაურეკავს, ალბათ არ უნახავს. ძვირფასო გონია არ იცის, რომ ამაზე სტატიას დაწერდნენ. აკანმა ამჯერად ნამდვილად გადაწყვიტა, არ ინერვიულო. უნდა წავიდე. დროებით ძვირფასო. კარგად საყვარელო. ქალბატონო სუდე, დღეს ისე კარგად გამოიყურებით, მე მგონი მალე როლსაც შემოგთავაზებენ. როგორც ყოველთვის აზვიადებ ძვირფასო და დილიდან კომპლიმენტებს მეუბნები. Sabahtan beri söylüyorsun. Mete Bey. ბატონი მეთე ძალიან შეცდა ქალბატონო სუდე. Mete ile მეთე არ უნდა გეხსენებინა. Mete გოგონია, ახლა მეთე მაინტერესებს. Umut უმოთი სად არის? მზად არის? İş için აქ სამუშაოდ ვართ. Asude Hanım ქალბატონო სუდე, geç kalmadık ხომ არ değil mi? დამაგვიანდა? Trafik var. საცობი იყო. Koş bebeğim. გაიქეცი საყვარელო, მაკიაჟი გაიკეთე. Bu arada კარგი. para gönderdiğiniz დიდი için მადლობა, çok რომ ფული teşekkür ederim. გამომიგზავნეთ. Bu hafta ამ kredi კვირაში başvuru- კრედიტს ავიღებ და აუცილებლად დაგიბრუნებთ. კარგი, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ძმაო, სად დაიკარგე? რამდენი ხანი არ მინახე ხარ, სახლჩემენ შემოიარე. ძმა ყავს თუ არა, ცოცხალია თუ არა, ის მაინც ნახე. ან სკოლაში მოდი მომიკითხე, მეცადინეობ თუ არა. Günaydın. დილამშვიდობისა. Sana da Rüzgar. რუსგარ. დილამშვიდობისა. Aşka dönüşen სიყვარულში გადაზრდილი მეგობრობა. geçtiğimiz ცნობილმა günlerde პროდიუსერმა ჰაკან დემირერმა კომენტარი გააკეთა. Demirer'den sürpriz açıklama. მისი სახელი Hakan Bey'in ბოლო bayağı პერიოდში kalbini სხვა aslında ქალთან bu მოიხსენიებოდა. genç oğlan yaptırmış. Hayırlı olsun abi. ბატონი Sevgili ჰაკანი yapmış. თავის ასისტენტ დუიგო გენჩო უღლზე ყოფილა Bunu dün შეყვარებული. gece anlatacaktım sana. ილოცო ძმაო, შეყვარებული ყოფილხარ. Daha önceden წუხელ ვაპირებდი თქმას. İşte Duygu მინდოდა yemeğe ჩემგან gittik. გავიგო. Bir sürü gazeteci geldi. Sonra ben მე და დუიგო გუშინ საბავშვო წავედით. იქ ჟურნალისტები მოვიდნენ. მე სახლში წამოვედი. შენ გეძინა. Uyuyacağını tutmuş. დილამდე Ben de არიძინა ხოლმე და მაინდა მაინც გუშინ ჩაგძინებია. Rahat ol biraz. გასხმარდი, მამა ჩემი ხომ ახლა ძმაო. დედინასოლე ხომ არ Buraya მოყავს. getirmiyorsun. hep. საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. Düşüneceksen kendini რა düşün. მნიშვნელობა აქვს როგორ გავიგებ? Bırak benim nasıl öğrendiğimi falan. O niye? ამას რატომ ამბობ? Sence? შენ როგორ გეგონია? Hani tamam. კარგი. Duyguyu tanıyorum. დუიგუს კარგად ვიცნობ. O bir şekilde უყარხარ და kandırırken თავს ეტყუებს. sana aşık მაგრამ çünkü. შენ რას აკეთებ? Peki sen ne yapacaksın? გამუდმებით უმუდზე ფიქრობ. Yani kafanda bu Yes, kadar Miss umut Mao. varken. Oğlum taktın სულ sen de უმუდზე umut ama. ფიქრობ. Ne ნუ umut, დაეჟინე umut, უმუთი. umut. რა არის სულ Dünyada უმუდს başka რომ kızım მიზახი? yok. Benim kafamda ასე სულაც არ ფიქრობ. Ayrıca bak თანაც ben დუიგოს უკვე Duygu'yu სიტყვა მივეცი. Bu ilişki ამ için ურთიერთობისთვის gerçekten çok ყველაფერს özel bir გავაკეთებ. süreç.
და შენც ასე უნდა მოიქცე. ასეთი იდიოტური მინიშნებებით გოგოს გული რატომ უნდა ადგინო? გოგოს გული რატომ უნდა ვადგინო? მასთან პრობლემა არ მაქვს. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იქნება ჩემი რძალი? დუიგო აიშე ფატმა თუ უმუთი? მნიშვნელობა არ აქვს. ეს შენი გადასაწყვეტია. ჩემ თუ ასე გადაწყვეტ, მე არავინ მეკითხება. ხო. ჩემგან მოლოცვას ნოდაელოდები. ზეაზაფე, მამასაც უნდა დამოსლა, მაგრამ ვერ გაეთავისუფლა. დღეს უნდა გავიგოთ იელდას რა სურს. მამა შენი იქნება თუ არა დიდი მნიშვნელობა არ აქვს შულა. ასე. რამე მოიფიქრე შულა. უპირველეს ყოვლისა, მე და ტაიფურმა მშვიდად ცხოვრება რომ შევძლოთ, სახლი გვჭირდება. სახლი გვაქვს შულა. დიახ, ვიცი. იმედია არასწორად არ გამიგებთ. ჩვენს დროში უკვე ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობს. მინდა მე და ტაიფურსაც ცალკე სახლი გქონდეს. კარგი შულა, ამას ნელ-ნელა მოვაგვარებთ. მაპატიეთ, მაგრამ ტაიფური დიდი ხანია მუშაობს. აქამდეც უნდა შეეგროვებინა ამის ფული. იელდა, სახლზე ლაპარაკობდა. ვიცი, ტაიფურ ადვილი არ არის, მაგრამ ქირაობასაც აზრი არ აქვს. რაღაც დანაზოგი რომ იყოს, კრედიტს გამოვიტანდით და ნელ-ნელა გადავიხდიდით. ახლა კი მესიას გაჩვენებთ. თქვენის ნებართვით. 5 სამაჯური მინდა. ოქროს მონეტები. 1 მეტრი ჯაჭვი. 1 ყელსაბამი. 15 ცალი ადანური გრეხილი. და 2 ტრაბზონული სამაჯური. შვენი იდეა, რა კარგად მოგიფიქრებია, დაასრულე? თითქმის. 1 ბრილიანტის ბეჭედი. სულ ეს არის. მე და ტაიფური ამაზე შევთანხმდით. ამ ყველაფერს თავიდანვე დამპირდა. განქორწინებას თუ გადავწყვიტეთ, სამკაულებს გავყიდით და თანხას გავიყოფთ. ყველაფერზე თავიდანვე უნდა ვიფიქროთ. ასე არ არის დეი და სურმე. რა თქმა უნდა, განქორწინება არ მინდა, მაგრამ არა, რას ამბობთ? ღმერთმა დაგიფაროთ. ეგ აღარ თქვა შვილო, რას ამბობ? ღმერთო ჩემო. შვილო, ხომ დაინახე შენი და როგორ ჭკვიანურად მოიქცა? ოჩახ შვილო. მისმენთ? აი ასე უნდა დაიფასოთ თავი. გასაგებია? თქვენო მომავალმა ქმარმა ბევრი უნდა იშრომოს. ყველამ უნდა იცოდეს თქვენი ფასი. ოჩახ შვილო, ნამდვილად ჩემი შვილი ხარ. ელსაბამ დღეს მოიტან მამიკო. რა თქმა უნდა მოვიტან, ჩემო ლამაზო. მოდი თქვენ საქმეებს მიხედეთ. ამა თქვენი ოქრომძე დელთან წავა. სელდა, ის ქალი ტაიფურს ცოცხლად შეჭამს. ჩემს შეჭმას ჯობს ის შეჭამოს. სადილების კეთება თუ იცის, დალაგება თუ იცის. მე დამლაგებლად არ დავბადებულ ვარ. ოჩახ, არაჩვეულებრივი გამოსავალი იპოვე. კიდევ კარგი შერწყვა და სახლის გადაფორმებაც არ ითხოვა. შენ კი ეუბნები ყველაფერს მოვაგვარებო. რა უნდა მოვაგვარო? დედა, ძალიან თხოვრა გაჩერდი. შენი შეყვარებული გააჩერე. ფადიშახის რძალივით არ ჩამოთვალა? ამ გოგოს ხომ ხვდებოდი, ერთმანეთს კარგად უგებდით. შენ წააქაზე? ახლა ნანობ მამაშენს ფულს რომ აძლევდი, არა? დედა, რას ამბობ? წინ ნიშნობა გველოდება. საპატარ ზლოკაბაც უნდა ვუყიდოთ, ქორწილი. 1000 რამ არის საჭირო. არა, ასე არაფერი გამოვა. უთხარი გადაიფიქროს. უნდა რომ გული გაგვისყდეს. კარგი დედა, კარგი. კიდევ 1000 რამას მოითხოვს. Çeyreği avucunu açmaz ha. Of.
რას ნიშნავს გადახდილია? ვინ გადაიხადა? ან როგორ გადაიხადა? ფული ახლა მომიტანე. İstiyorsan bırak git Hasan. თუ ასე გინდა, ეგ ფულის Allah დატოვა. parayı çıkarmaz. Ama Musa მუსამ გადაიხადა. sizin birbirinize შენ რა haberiniz yok. რიცოდი? Şu düppi ამ bir დიდარი işin მამიკოს arkadaşım ბიჭს var დიდი ya. სიამოვნებით ვცემდი კიდევ ერთხელ. Hasan bir teşekkür ederim. მადლობა მაინც გადაიხადოს. Alo? გისმენ? Alo Musa. მისმინე მუსა. Şimdi ახლა ხას ნამიკთან მოვედი ფულის დასატოვებლად და გავიგე რომ ჩემი ვალი დაგიფარავს. ეს რატომ გააკეთე? Sen ne ara gittin რა oraya ხდება? ya? იქ რატომ წახვედი? Birazdan seni. ცოტა ხანში შენთან დარეკოს აპირებდი. ამდენი ფული ზადიშოვე. Umut ეს öğrendi ამბავი ya, უმოთმა mevzuyu. შეიტყო. İşte tutturdu. დაიჟინა. სუდეს. გესმის? Alo გესმის Ozan. ოზან? Bir lafım წინა var. დადება მაინც დამამთავრებინე ბიჭო. İnşallah იმედია მადლობის გადასახდელად მიხვალ. Efendim Ozan. გისმენ ოზან? Senin derdin. მეგობარო რა გინდა? Aklın sıra შენ ეჭკოვით რაინდი ხარ? ანუ რაინდობა გინდა? როგორი მეგობარი ხარ? ჩემ ვალთან შენ რა გესაქმება? მიპასუხე რა გინდა? ვის თვალში გინდა მაგარი ბიჭი გამოჩნდა? რას ამბობ რავალი? დილამშვიდობის ქალბატონო დუიგო, გილოცავთ ქალბატონო დუიგო. მადლობა. აკანს მივესალმები და მოვალ. Ya Ozan. ოზან ნერვებს ნუ მიშლე ბიჭო. ისიც კი არ ვიცოდი რომ ვალი ქონდა. რატომ უნდა მოგატყუო მითხარი? Niye yalan söyleyeyim sana? რატომ? Sözleşme. მაშინ რატომ მომატყუე როცა ხელშეკრულება არ გაუქმე? Aynı sebep. ახლაც იგივე მიზეზი გექნებოდა. კიდევ კარგი დუიგუნ ყველაფერი მითხრა. მიხვდი რა იდიოტად მთვლედი. Bak მომისმინე. ben senin için მე kimseye ფული para არავისთვის falan vermem. მიმიქცია და თუ რამე პრობლემა გაქვს. Bir derdim varsa წადი git და Umut'la უმოთთან hallet. თავად მოაგვარე. Demek. ესე იგი წახვედი და ყველაფერი ოზანს მოუღები. Alo Musa. მისმინე მუსა. Ya რას korktum, ნიშნავს ne demek? შეგეშინდა დუიგო? Korktum, რას ne ნიშნავს? demek? Ben sana მე შენ güvendim. გინდობოდი. Sözümün მინდოდა ciddiyetini დარწმუნებულიყავი რომ gösterebilmek ჩემსა და için o უმუთ შორის toplantıya არაფერი geldim. ხდებოდა. Senin და kendine შეხვედრაზე şu დაგტოვე. duruma bak. უმხედავ რა მდგომარეობაში აღმოჩნდი. Ya kız bize güvenmiş. უმუთი bir ჩვენ şey გვენდო, etmiş. რაღაც გთხოვა. İnsanlar ის senin ადამიანები yüzünden შენს გამო ayrılıyor. ერთმანეთს Ve დაშორდნენ. sen bunu შენ კი benden ეს დამალე. saklıyorsun. Sen ne რის yapmaya მიღწევას çalışıyorsun? ვცდილობ? მე რას წარმოვიდგენდი ოზანი ასე თუ მოიქცეოდა და დაშორდებოდნენ ჰაგან. ძალიან გთხოვ, ეცადე გამიგო. კარგი რა დუიგო. Sen ne ეცადე გამიგო. yapmaya çalışıyorsun? ვალდებულები არ ვართ მთელი გადაღების განმავლობაში აქ ვიყოთ. ყველაფერი მოგვარებულია, წავიდეთ. İlk günden yalnız პირველივე mı დღეს bırakalım მარტო ხომ არ bize? დავტოვებ. Mete Bey აი geldi. ბატონი მეთეც მოვიდა. როგორც იქნა მოვიდა. ერთი ამის შეხედე, რა საშინელ მდგომარეობაშია. Dağıldı bu biliyor musun? Eskiden ადრე kapıya სახლიდან çıkmazdı, ასე არ böyle bir გავიდოდა. ortam. ქალბატონო სუდე ჯერ დარწმუნებულები არ ვართ დაშორდნენ თუ არა. Ya, ძალიან გთხოვთ, არ დაივიწყოთ ამ ადამიანმა რაც Ay გაგიკეთათ. Biricim, benim bu ბერილ saatten მეთესთან sonra რამე Mete'yle ne საქმება. işim olur? Allah არ aşkına გინდა yapma ძალიან yani, გთხოვ. kızıyorum ama. უკვე ვბრაზობ. Para უბრალოდ ამ bulduğum მდგომარეობაში რომ hoşuma ვხედავ, gidiyor არ yani. მსიამოვნებს. Aman bu ეს kız გაცივდა. gibi olmuş, მიდი sen ცხელი bana ყავა biraz მომიტანე. sıcak kahve getir, hadi მიდი bakalım. საყვარელო გთხოვ. კარგი. მეგობრებო, თუ მზად ვართ, ყველა ადგილები დავიკავოთ. უმუთის კიბეზე ჩამოსვლით ვიწყებთ. უმუთ ბოლოს საფეხურზე ამჩნია, რომ სინენი მოვიდა და სევგისთან ერთობა. ამის დანახვაზე ბრაზდები. და გავჩერდებით. კარგი, აბა სიჩუმე, დავიწყოთ.
Aradınız mı? დაურეკეთ. დაურეკე. Asude Hanım. ქალბატონო სუდე. Asude Hanım. ქალბატონო სუდე. ბატონო, შიგნით გადაღებებია. თხოვთ არ იხმაუროთ. აუცილებლად უნდა ვნახო. კარგი, გაუშვით. Sakin ol. იცოდე მშვიდად. ძალიან გთხოვ. კარგი, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. დაწყმარდი. ოზანი. Memnun oldum. სასიამოვნოა. შეწყვეტეთ. უმოდ. ჩამოსვლისას შენს გამოხედვაში ეჭვიანობა უნდა დაგვენახა. იბეებზე ჩამოსვლისას მარცხნივ გახედვა რთული სულაც არ არის. ჩემი აზრით ამის გაკეთება შეგიძლია. თავიდან Affedersiniz hocam. მაპატიეთ ახლა ვემოვალ. უმოდ. Ozan dur. ოზან მოიცადე. Bunu vermeye ამის მოსაცემად მოვედი. gittim. Nereden? არ ვიცი სად იშოვე. Asude'den სოდესგან borç aldım. ვისესხე. სულეველად მოგცეულ ხარ უმოდ. უნგითხარი ჩემ საქმეებში აღარ ჩაერიონეთკი. უშინაც გითხარი მე თვითონ მოვაგვარებ თქო. Ozan zaten ოზან zafer ზაფერმა senden ნიშნობისთან almıştı, ხასულშინ inşallah გამოგართვა. Sen de o yüzden ვალი borç ამიტომ ვერ almıştın. გადაიხადე ხომ ვიცი? Umut. უმოდ. Herkes seni ყველა bekliyor შენგელოდება bebeğim. საყვარელო. Tamam, bir dakika. კარგი, ახლა ერთი წუთი. Nişanlı იმ almadan შემთხვევაში თუ ნიშნობა უქმდება, nişanla beraber ყველაფერი geri უკან უნდა geliyoruz. დაბრუნდეს ოზან. Boşuna zaten. ასე რომ ყოველად შეწუხდი. ქალბატონო უმოდ. სანამ რეჟისორი ნებას არ მოგცემ, გარეთ გასვლა არ შეიძლება. თავისად გგონიათ. ეს თავხედობაა. ეს სათამაშო საქმე არ არის. ან გადაღებებზე წესრიგად იმუშავე, ან აკაურობა დატოვე და წადი. işini yaparsın ya da bu seti terk edip gidersin. Anlaşıldı mı? გასაგებია რაც გითხარით. Hadi herkes ყველანი yerine. ადგილებზე.
Selin, ესენი ასე და კიდე. Onlar ne? ეს რა არის? გახსნის სტარტი ვიყიდე საორგანიზაციო კომპანიის COVID საკონდიტროა. ლამაზი რაღაც გასვია. მადლობა. იქიდან ხელცარიელი ვერ წამოვიდოდი, ვიფიქრე აღნიშნოთ მეთქი. კარგად მოქცეულ ხარ, მშვენიერია. აბა, საქმეები როგორია? საყვარელო. შეგიძლია ეს გამომართვა. ყველაფერი რიგზია. მოსაწვევები გაგზავნილია, მედია გაფრთხილებულია. მშვენიერია. აკაურებაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, თანდათან საქმეს მიეჩვევი. Aile mi? ოჯახური ტრადიციაა. Koşturmaca. ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმუშაობდი. Kendimle kalmadım. საკუთარ თავთან დარჩენა არ მინდა. მუშაობა ახლა იწყება. წამოდი ტორტი გავჭრათ. 20 დღის შემდეგ. დედა ძალიან გთხოვ, მოდი, ხელები გამიოფლიან და მოვედი შულო, მოვედი. მოიცადე და გეხმარები. არაჩვეულებრივად გამოიყურები. რა მშვენიერი ხარ. ყველა შენ დაგიწყებს ყურებას. ძალიან ლამაზი ხარ შვებო. არა დედა, ასე ნუაბობ, იქ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა. მერტო, ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდები. დიდ ეკრანზე ვნახავ სერიალს, სადაც ჩემი ქალიშვილი ძალიან ცნობილ მსახიობებთან ერთად მონაწილეობს. თქვენც ძალიან ლამაზი ხართ, ქალბატონო. იცით, ეს ჩემმა გოგომ მიყიდა. დედიკო, წამოდი შუა, წამოდი წავიდეთ. დაიკო, ჩემო საყვარელო, ძალიან ლამაზი ხარ. ძვირფასო, ნეტო მისი წაყვანა ჩემეძლოს. არა უშავს, თან იქ რა უნდა ვაკეთო? აქ ვუყურებ. ალი, მოდი ეს გამიგეთე. ვერაფრით ვერ შევეგარე. ზაფერ, შენ სად მიდიხარ? როგორ ფიქრობ, მარტო გაგიშევ ხალო? გოგომ ხომ თქვა, ყველას წაყვანა არ შემიძლიაო. მაშინ მე არ წავა. ღამე ერთო ჩემო, ამრას ამბობ. მამამის ვინ რას ეტყვის ხალო? ტაქსი უკვე გამოვიძახე. გალავ და მერე თქვენს გამოდით. დაუჩქარეთ. კარგი დედა, დამშვიდი, არა უშავს. წავიდეთ. მოპატიე შვება. აბა ყველას ვერ წავიყვანო? ხალე ხომ მიყავს? კარგი რა, რომ მეთქვა მაინც არ წავიდოდით. რა თქმა უნდა წავიდოდით. ამ შანსის ხელიდან გაშვება შეიძლება? მეტი საქმე არ მაქვს, მის ჩრდილ ქვეშ ვიყო. მე ძალიან მომეწონა. ერთი წუთი უნდა დაგტოვოთ. უკაცრავად, მაგას შევისწორებ. მომეფარე საყვარელო, რადგან მეთი არ მოსულა, ნამდვილად დაშორდნენ. თორემ ლაილა უკვე აქ იქნებოდა. ახლავე მოვალ. კეთილი იყოს.
აი ისიც, ალბათონე მელისი. მოგვიანებით გნახავთ. მელის. საყვარელო, ყველაფერი ძალიან ლამაზია. შრომა დაგიფასდა ჩემო ძვირფასო. ყველა ძალიან მოეწონა. ყველაფერი ოზანმა გააკეთა, მე უბრალოდ დავეხმარე. ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. აშკარაა, შენ და ოზანი კარგი გუნდი ხართ. მაგრამ ინტერნეტ გაყიდვების დაწყებას შენ უნდა გიმადლოდეთ. ასე ადრე რატომ გტოვებ? საზღვარგარეთის საქმეები აქედანაც ხომ შეგიძლია მოაგვარო. ამ საქმეს შვილი ვით უფრთხილდებოდი. ყველა საქმის მიმართ ასე ვარ, მაგრამ ბავშვები ერთ წლამდე მიყვარს. მე საჭირო აღარ ვარ. ესე იგი ვერ გადაგაფიქრებინებ. სამწუხაროდ ვერა. იტალიაში ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე დავდე ხელშეკრულება. მართლა? მაშინ წარმატებას გისურვებ. მელის. შეგიძლია მოხვიდე. მაპატიეთ, ოზანი მეძახის ახლა მოვა. წადი ძვირფასო. საყვარელო, არა ჩვეულებრივი ხარ. ზაფერი ბოლო წუთს შემოგვიერთდა. შვილო, შიგნით რატომ არ შეხვედი? გართან რატომ დგახარ? უმოთის გარეშე შიგნით რა მინდოდა? ძალიან ლამაზი ხარ, დედაზელი ხარ. არა ჩვეულებრივად გამოიყურებით. ჩემმა გოგომ მიყიდა. წამოდით, შევიდეთ. წავიდეთ. ეთილი იყოს. მადლობა. ეთილი იყოს. მობრძანდით. აქეთ მობრძანდით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. დედა, თქვენ დასხედით. მე ხალხს მივესალმები და მოვალ, კარგი? მიდი შულო, მიდი. საქმეს მიხედე. ამას დაგიტოვებ. ის მსახიობი. პეტრი ჯანანი არ არის ზელია? ელი ჩემოწია ზაფერ სირცხვილია. რომ ეხლა როგორ დაგანახო, ეს კაცი იქ რომ არის. ვერთო ჩემო. ჰალე. ისე ნერვიულობა არ ვიცი ხელფეხი საწავიღო. ჯიჰანიც აქ იყო, ცოტა ხანში მოვა. გონი ერთმანეს კარგად გავუგეთ, არა? ხო, გავუგეთ. გონი ჩემი გამოუცდელობით ცოტა დავღალე. მაგრამ თანდათან შევეჩვევი. ვნახოთ. ყველაფერი კარგად იქნება, შეეჩვევი, ნუ ჩქარო. შენს ოჯახთან ერთად მოსულ ხარ. დიახ. სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ. დიდი მადლობა თქვენს. ცოტა ხნის წინ ერთ პიროვნებას ველაპარაკე. რუსეთში კომპანია უნდა რომ გახსნას. დეტალებზე მოგვიანებით ველაპარაკოთ. შეიძლება რუსეთში ფეხი ჩვენს მომეკიდოთ. ვისაც არ უნდა ველაპარაკო, ყველა მელის საკებს. იქნება არ გაუშვათ. დედა, მესმევდივარ, ამიტომ დარჩენას ვერთხოვ. შენ სადმე დიხარ? სამსახურიდან მივდივარ. როგორც დაკვირდი, მე ყველაფერი ავაწყე. გუნდი დიზაინერები ყველა კარგად მუშაობს. რეკლამას გავაკეთეთ. ყვალიდან აქ აღარ ვიმუშავე. რას აპირებ შილო? არ ვიცი დედა, ჯერ არ მომიფიქრებიან. არა ამას მომნახავ. შილო სალაპარაკო არ არის აქ. ჯობია ახლა ამაზე არ ვილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერია. ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის, ეს ხომ იცი? ამის შემდეგ ყველაფერს ალბათ შევქმნი, მამა. უმოთის სერიალი დაიწყებოდა, უკვე დროა. მომეცი. გაუშვი. მე სერიალს უყურებ. რა გინდა, აუცილებლად უნდა ვნახო, მომეცი. მომეცი. Şu kumandayı versenize ya.
შენს დასრომ დამოდა მისი სერიალი გენახა, შენც თან წაგიყვანდა. მომეცი. აბა მიდი გადართე. ვნახოთ როგორ თამაშობს. წარმატებულ მომავალს გისურვებ. ძალიან მაგარი იყავი, ძალიან. დიდი მადლობა. მართლა ძალიან მომეწონა. საყვარელო არაჩვეულებრივი იყავი. ის მომენტი იბეზე რომ ჩამოდიოდი, ძალიან მომეწონა. ნეტა ოზანი ნახავდა. ალბათ ახლა თავის ახალ სახლში ზის და უყურებს. ორივე ძალიან ჯიუტები ხართ. უკან არ ეხებთ. მოიცადე. რა ახალი სახლი? შენ რა იცი? რამდენიმე დღის წინ ფატეხმა კლიენტთან გამაგზავნა. ოზანის დეკორატორი ყოფილა, მასთან იყო მოსული. ალბათ ღვთისნება იყო. ოდე იქ შევხვდი, ცოტა ვისაუბრეთ. დამპატიჟა, მის სამართი მითხრა. ვუთხარი ვერ დავიმახსოვრებ, მომწერე მეთქი. და მერე მესიჯი გამომიგზავნა. მე მიკითხა? არა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავი ძლივ შეიკავა. ორივე ხომ ძალიან ჯიუტები ხართ. ეს ჯიუტი არ არის. აბა რა არის? ვიცი, სისულელეები გითხრა, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ იეჭვიანა. რატომ იეჭვიანა? უყვარ ხარ და იმიტომ. შენზე და ხაკანზე იეჭვიანა. უნდოდა შენთვის გული ეტკინა. გამოუვიდა კიდეც. მაგრამ არ უნდა ამას, მაგრამ. არა, ოზანს არ ვამართლებ, მაგრამ. შენც ცხელ გულზე იმოქმედე და ის ბეჭედი ასე ადვილად დაუბრუნე უმუთ. ადვილი სულაც არ იყო ხალე. საყვარელო, რომელი უფრო რთულია ბოდიშის მოხდა და მთელი ცხოვრება მის გარეშე ყოფნა. დედა სად არის? იქ არის. თავი ძლივ შეიკავა, რომ არატირა. ძალიან აღელვებული იყო. ნერვიულობდა. რამე ძლიერი სასმელი მინდოდა, მაგრამ არა უშავს. ესე იგი დროულად მოვედი. როგორ ხარ? კარგად.
ვიფიქრე გამომშვიდობების წოვლების გარეშე ჩემი გაშვება არ გენდომებოდა. მადლობა. Seni özleyeceğim. იცი მომენატრები. Vallahi. მართლა. ეჭვიც არ მეპარება. Melis. მელის. კარგი. მხოლოდ დამშვიდობება მინდა. დედა, Anne, შვილო, orada bir dünya იქიმდენ insan ხალხთან dostluğuyla ერთად ჩვენი paylaştık სიხარული ama გავიზიარეთ, მაგრამ seninle göz göze პირისპირ არ gelmeden მომილოცავს. bir yanım eksik kaldı. მინდა ახლა მოგილოცო. Hadi yolunda წარმატებულ და bahtın ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, შვილო. İnsan canıyla როცა საყვარელ sağlam ადამიანთან olduktan ერთად ხარ, sonra yedi düveyle წინ ვერაფერი sarılsa გადაგეღობება, hiçbir mani ეს იცოდე. Geri adım atmak. საყვარელო რომელი უფრო რთულია ბოდიშის მოხდა თუ მთელი ცხოვრება მის გარეშე ყოფნა. ჩემო საყვარელო, Hadi yolunda ბედნიერ bahtın მომავალს გისურვებ, შვილო. Bu ne ya? რა ხდება ამ დილა ადრიან? მომერთო ალბათ დაცვა. Söyledim bu არადა გამოფრთხილი ამ დროს არ მოხვიდეთ მეთქი. 1000 ჯერ მაინც ვუთხარი. Seyit'cim. Canım Seyit, ben sana მე ne... შენ რა გითხარი? Umut. უმოთ? სიურპრიზი.